კახურის სოფელი ილია წმინდა, რომელსაც ადრე ულიანოვკა, ხოლო კიდევ უფრო ადრე ალექსანდროვკა ერქვა, იმითაა გამორჩეული, რომ აქ საუკუნე ნახევარზე მეტია, რაც მალაკნები ცხოვრობენ. აწლეულების წინ მათი იყო ეს არე და მიდამო. ახლა კი 80-მდე მალაკანია დარჩენილი. ახალგაზრდების უმეტესობა წასულია საქართველოდან ან ქალაქში ცხოვრობს. მოხუცებიღა შემორჩა. თავიანთი პროტესტანტული რწმენისა და წესჩვეულებათა ერთგულება. მალაკანთა ღვთისმსახურება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, საინტერესო და ხალისით სავსე პროცესია. პირაობით ცისფრად შეღებილ სამლოცველო სახლში იკრიბებიან და ორ ჯგუფად იყოფიან. სამლოცველო დარბაზში ნიკოლაი პრესვიტერი, ხუცესი ბიბლიას კითხულობს. Ни одна йота или ни одна черта не бежит из закона, пока не исполнится все. მეორე ოთახი სამზარეულოა, სადაც რუსული პეჭკა და ღუმელია დამთებული. ზარეულის მეთაურობით ქალები ცომს აპრტყელებენ. შემდეგ გრძელ ჯოხებზე აფენენ და პეჭკაში აშრობენ, რათა გამომშრალი ცომის ფირფიტები წვრილ-წვრილად დაჭრან და ლაფშა მოხარშონ. Как говорят, одну пышку пресную раскатай, и это как будто вот Богу пригодно. Это вот так вот. Да, традиция. Раньше пекли хлеб, вот такие буханки были. Я даже вот сфотографировала с таким хлебом с буханкой. А сейчас уже хлеб как кто пекет, покупали в магазинах. Например, вот если вот уже так вот он умер, и что без этого, и уже срочно его хоронить надо, мы делаем борщ. Но некоторых возможностей нет. Вот как делаем борщ? Борщ и лапшу основные, больше ничего. გვერდით ორ უზარმაზარ ქვაბში, ჩუგუნში, პირდაპირ ღუმელში რომაა ჩასმული, ძროხის ხორცი და ვაშლის კომპოტი იხარშება. გარეთ კი სამურებია ჩამწკრივებული. ჩაისთვის წყალს ადუღებენ. Первый самовар мы знаем, делаем всегда, это на первый стол идет, где сидит пресвитер. Ему подаем на этот стол первый, потом по порядку все остальные. კავკასიაში მალაკნების პირველი დასახლება 1830 წელს ყარაბაღის მხარეში გაჩნდა. მაშინ ისინი იქ საკუთარი ნებითა და დიდი ენთუზიაზმით ჩავიდნენ, რადგან მათ შორის გავრცელებული იყო წინასწარმეტყველება 1836 წელს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისა და არარატის მახლობლად 1000-წლოვანი სამეფოს ჩამოყალიბების შესახებ. მალაკნებისა და დუხაბორების კავკასიაში ძალდატანებით და მასობრივი ჩამოსახლება 1851-50 წლებში მოხდა. ჩამოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად და მეტწილად იმ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ, რომლებიც ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისგან დაცარიელებული იყო. Населения никакое не было, все было кустарником. Вот эти грузины помогли нашим мужчинам все это выкорчить. И так они их приютили, эти грузины, очень хорошо. И понемножку стали приезжать все. მალაკნების თბილისსა და კახეთის ზოგიერთ რაიონში, ძირითადად სიღნაღსა და ლაგოდეხში დამკვიდრდნენ, სადაც თავიანთი დასახლებები შექმნეს. სიტყვა მალაკანს სხვადასხვანაირად განმარტავენ. ერთი თვალსაზრისით მალაკანთა დამფუძნებლის უკრაინის მიმდევრებს ასე იმიტომ ეწოდათ, რომ ისინი მარხვის დროს რძეს სვამდნენ, ესე იგი მალაკანი მომდინარეობს სიტყვისგან მალაკო. მეორენი ამ სახელს მდინარე მოლოჩნაესთან აკავშირებენ, რომლის ნაპირებზე მალაკნების დიდი ნაწილი სახლობდა. სხვა ეტიმოლოგიის თანახმად ასეთ სახელდების მიზეზი მალაკანთა მცირეწლოვნებაა. თავად მალაკნები თავიანთ თავს და მოძღვრებას
სუფთა სულიერ რძეს ადარებენ და თვლიან, რომ ეს მათი თვით სახელწოდებაა, დაფუძნებული პეტრე მოციქულის სიტყვებზე. თქვენ, როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატვეთ სულიერ სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის. ხანგრძლივი 3 საათიანი ლოცვა დასრულდება თუ არა, სამლოცველოში გრძელი სუფრა ეწყობა. მაგრამ ნიკოლაი პრესვიტერი ისევ ლოცვას იწყებს და სუფრაზე სამეურები, ჩაიდნები, თლილი მინის ჭიქები, შაქრის ნატეხები და კანფეტები შემოაქვთ. ხალისიანი ხუცესი აფრთხილებს მალაკნებს, რომ ჩუმად ისხდნენ და ჩაის swaan. Соблюдайте тишину, будем молиться пред Господом Богом и Отцом нашим Небесным за предложенную трапезу хлеб и соль во имя Отца и Сына и Святого Духа. ჩაის ისევ ლოცვა და ლაფშა მოსდევს. ლაფშას კვლავ ლოცვა და ჩუღუნში მოთოშული, წვრილად დაწველი ხორცი. ბოლოს კი ალუბლის მურაბის წვენით შეფერილ ლაშნის კომპოტსაც დალევენ და ზედ ისევ ლოცვას დააყოლებენ. ამით მსახურება სრულდება. Итак, братья и сестры, прежде чем благодарить Господа Бога, Отца нашего Небесного, за все благодеяния к нам, мы поблагодарим первых всех наших старших певиц, чтобы Господь Бог даровал бы вам здоровья крепкого. ყოველივე ამის შემხედვარად თავი რომელიღაც რუსულ ზღაპარში გონია. ოღონდ ის გრძნობაც გაწოლებს, რომ ამ სოფელში ალბათ ეს უკანასკნელი მალაკნების ზღაპარია.